საქართველოს განათლების მინისტრის თქმით, ინვესტიცია, რომელიც 1000 წლეულის გამოწვევის ფონდმა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის 2011 წელს გამოყო, სხვა სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებზე დაიხარჯება. თამარ სანიკიძის თქმით, 30 მილიონი ლარი ტექნიკური და საინჟინრო მიმართულებების განვითარებას მოხმარდება. მინისტრის განმარტებით ამ პროცესში საერთაშორისო უნივერსიტეტების ჩაერთვებიან. ადრინდელი პროექტის მიხედვით, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ამერიკული დიპლომები გადაეცემოდათ. თამარ სანიკიძის თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა ახალი გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს. შედეგი იქნება ბევრად კარგი, რადგანაც ეს ამჯერად არის ძალიან კარგად გათვლილი, გაზომილი, 30 მილიონის ინვესტირება მოხდება უმაღლესი განათლების ნაწილში, შესაბამისად დაფინანსება იქნება სახელმწიფოს მხრიდანაც. რა თქმა უნდა, საუბარი არის ტექნიკურ და საინჟინრო მიმართულებების განვითარებაზე და ხარისხის ამაღლებაზე. სწორედ აქეთ მივდივართ, რომ ამერიკულმა და ქართულმა უნივერსიტეტებმა საერთო პროგრამების შესთავაზონ სტუდენტებს, რომლის ფარგლებშიც გაიცემა სწორედაც რომ ამერიკული დიპლომი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 2012 წლის სექტემბერში გახსნა. ამერიკული და ევროპული სტანდარტების შესაბამის თანამედროვე უნივერსიტეტში ძირითადი მიმართულებები სწორედ ტექნოლოგიური, ინფორმაციული და საინჟინრო დისციპლინები უნდა ყოფილიყო. ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების 1000 წლეულის გამოწვევის კორპორაციასთან თანამშრომლობით ხორციელდებოდა. პროექტში აგრარული უნივერსიტეტიც იყო ჩართული, რომელსაც თავის მხრივ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. ტენდერი იყო ჩატარებული, მონაწილეობას იღებდა ორი უნივერსიტეტი, ერთი იყო, ასე ვთქვათ, კონსტრუქციუმი, რამოდენიმე უნივერსიტეტიდან შემდგარი ჯგუფი, და ერთი დაწუნებული იყო და მეორე, ესე იგი, ფაქტობრივად შეთანხმებული იყო ყველაფერი ამასთან დაკავშირებით. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მთავრობის მიდგომა კორექტირდა. შეიცვალა პროექტის განვითარების პერსპექტივები, უნივერსიტეტის სავარაუდო ადგილმდებარეობა, თანადაფინანსების ფორმა და მოცულობა. პროექტში კერძო უნივერსიტეტების მონაწილეობაც გამოირიცხა. მილენიუმის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის ჯიმ მაკნიკოლასის განმარტებით, 2011 წელს მიღებული შემოთავაზება არამომგებიანი იყო. მილენიუმმა საქართველოში ამერიკის სამეცნიერო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის შესახებ შეთავაზება 2011 წელს მიიღო. ჩვენ შევაფასეთ, თუ რამდენად იყო ის თავისი ხარჯებით გამართლებული. ასევე შევაფასეთ პროგრამის ბენეფიციარებზე, ანუ საქართველოს მოქალაქეებზე, გავლენის თვალსაზრისით და დავასკვენით, რომ იმ დროს მიღებული შეთავაზება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე გამართლებული არ იყო. 2012 წელს საქართველოს მთავრობის მხრიდან წარმოდგენილი იქნა ახალი წინადადება, რომელშიც გათვალისწინებულია პარტნიორობის ჩამოყალიბება ამერიკულ და საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებს შორის. ეკონომიკური ანალიზის შედეგად 1000 წლეულის გამოწვევის კორპორაცია კეთილგანწყობით შეხვდა ამ წინადადებას. აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე ჯიმ მაკნიკოლასის ამ განცხადებას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ პროექტზე მუშაობა დროებით სწორედ მთავრობის გადაწყვეტილებით შეჩერდა. მოგვიანებით უნივერსიტეტმა მილენიუმის ხელმძღვანელობისგან წერილიც მიიღო, რომელშიც დადასტურებული იყო ახალი მთავრობის თხოვნა პროექტის კონცეფციის შეცვლის შესახებ. უნივერსიტეტმა მთავრობის ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. ახალი მთავრობის მოთხოვნა იყო, რომ დრო სჭირდებოდა, რათა გარკვეულიყო დეტალებში. ეს ბუნებრივიც იყო, თუმცა მოულოდნელი რაც იყო, მოულოდნელი იყო ის, რომ მთავრობამ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც არანაირი არც სამართლებრივი და არც შინაარსობრივი დასაბუთება არ ჰქონდა და წინა კონკურსის შედეგები ისე გაუქმდა და გამოცხადა ხელახალი კონკურსი, რომ ჩვენთვის ეს საერთოდ არავის არ შეუტყობინებია. ჩვენ მქონდა გარკვეული მიმოწერა მილენიუმ კორპორაციისთან და სადაც ვიცე-პრეზიდენტის ხელმოწერით პირდაპირ ეს პროცესი, რაც სინამდვილეში მოხდა, ეს პროცესი არის აღწერილი, რომ ეს გადაწყვეტილება ბათუმის პროექტის გაუქმების და ახალი კონკურსის გამოცხადების თაობაზე მიღებული არის საქართველოს მთავრობის მიერ. მილენიუმის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის არგუმენტს ეჩქვეშ აყენებს განათლების ყოფილი მინისტრიც. ხატია დეკანოიძის თქმით, შეერთებული შტატების 1000 წლეულის განვითარების ფონდი მომგებიან პროექტებს არ აფინანსებს. არც ერთი პროექტი, რაც იდება განათლებაში, რაც ანუ კაპიტალი, რომელიც იდება განათლებაში, რასაკვირველია, მომგებიანი არ არის. გარდა იმისა, რომ თუ სახელმწიფოს არ სურს თავისი რესურსი მოახმაროს მომავალი თაობების გაზრდას. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობაზე მიმდინარე კვირას დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებენ.